ვიჯეინგი რეალურ დროში ვიზუალური პერფორმანსია, რაც გულისხმობს მუსიკასთან ერთად გამოსახულების მანიპულაციას ან შექმნას. ატმოსფეროს ადრე დისკო ბურთებით, სინათლის ეფექტით და კვამლით ქმნიდნენ, რომელსაც Liquid Light Shows ეძახდნენ. 60-იანების მეორე ნახევარში ვიზუალის და მუსიკის გაერთიანება დაიწყეს ნიუ-იორკში Andy Warholმა და Velvet Underground-მა, ლონდონში კი Pink Floyd-მა. თუმცა ის, რასაც დღეს ხედავთ, 90-იანებში დაიწყო. პატარა კომპანიებმა დაიწყეს სპეციალურად ვიჯეინგისთვის შექმნილი სოფტების წარმოება, რამაც ვიჯეებს მასალის მეტი მანიპულაციის საშუალება მისცა. ეს არის პირველი 1, 2, 3 ლეიერი, ჩავრთავთ რაღაცას. გამოსახულების სიკაშკაშის გაკეთება ვისწავლე. რამდენიმე დღეა ვცდილობ გავერკვე, მაგრამ იმაში გავერკვიე, რომ რეივ კულტურის განვითარებამ გამოიწვია ვიზუალურ არტისტებზე მოთხოვნილება. ეს ყველაფერი ადრე იყო ძალიან რთული, მაგრამ მერე სწრაფი ლეპტოპების გამოჩენამ და პროექტორების ხელმისაწვდომობამ გააჩინა ბევრი არტისტი და ბევრი შესაძლებლობა მისცა არტისტებს გაეგრძელებინათ თავისი მუშაობა და ეზრუნათ მსმენელის და მაყურებლის განწყობილებაზე. რამდენიმე წელია, რაც ეს ვიჯეები არსებობენ თბილისში და ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ვითარდება. სოფლიოში არის ეს ტენდენცია ვიზუალის. ვცდილობთ, რომ ავყვეთ მაქსიმალურად. ჩემი სისტემა არის IIS. კონტროლერი, კომპიუტერი, ციფრული მზა მასალა და პროექტორი, რაც საბოლოოდ გამოდის. ვიჯეობა ელექტრონული მუსიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ მუსიკა იმდენად აბსტრაქტულ ემოციას იწვევს, ილუსტრაციაც მაქსიმალურად აბსტრაქტული უნდა იყოს. წევა რაღაცა ხრება და არის ამასთან დინამიკაში ყველაფერი. ჩემსაც მივაგენი, რაც ხელწერასავით არის, რომ ეგ არის ჩემი. რაღაცა სპეციალურ ეფექტებს ვიყენებ, რომელიც ამ ბრტყელ და ისეთ სუფთა გრაფიკას, რასაც მე ვაკეთებ, იმას აჭუჭყიანებს და უფრო ათბობს. ვიჯეები ვიზუალური გამოსახულების რამდენიმე ხერხს იყენებენ. არის ბრტყელ ზედაპირზე პროექცირება შეიძლება და არის მოცულობითი, როგორც ვთქვათ, არის ეს ფორმა. აქ აი კონკრეტულად ამ ფორმისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი რა და ისეთი გახსნილი პროცესში ვერ ხარ რა მაინც. ერთი-ორჯერ თუ ნახავ ჩემ ვიზუალს, მე უკვე მიხვდებით, რომ ეს ჩემი არის. ადრე თუ ვიზუალური გაფორმებისთვის ბევრი ფიზიკური მოწყობილობა იყო საჭირო, დღეს ვიჯეინგმა მთლიანად ციფრული ტექნოლოგიების სფეროში გადაინაცვლა. ვიჯეინგისთვის პროგრამების დიდი არჩევანია. ქართველი არტისტებისთვის რეზოლუმი ოპტიმალური აღმოჩნდა. პროფესიით დიზაინერია, ანიმაციების კეთების სურვილით ვიჯეიც გახდა. ცდილობს მსმენელმა ღამის გამოცდილება მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროს. მე ვცდილობ, რომ ყოველთვის ჩემ ვიზუალში უფრო მეტი სიხარული იყოს. არ ვდებ არასდროს აგრესიას. ძირითადად ვცდილობ, რომ უფრო მეორე პლანზე იყოს ვიზუალი, ვიდრე მუსიკა. ცოტანი ვართ და ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი და ტექნოლოგიებიც, ნუ ვითარდება და კეთდება ყველაფერი, მაგრამ კაია, უკვე არის. არტისტის მუსიკას ვუსმენ და ვცდილობ, რაც შეიძლება, ანუ მივაახლოვო ვიზუალი მის მუსიკასთან. ანუ ემოციები, რასაც მიტოვებს მისი მუსიკა, ამ ემოციებს მინდა მივცე გამოსახულება. სამუშაოდ ვიჯეები სხვადასხვა მეთოდს ირჩევენ. პროცესი ხანგრძლივია. სანამ მასალა პროექტორამდე მივა, დიდ გზას გადის. ხან თვითონ იღებს, ხან ინტერნეტში ეძებს, ლუპებს აგროვებს. 1-5 საათიანი ივენთისთვის 120-130 ლუპი ჭირდება. ზივარ საათობით, კვირაობით ვეძებ მასალებს ინტერნეტში, არქივებში დავძვრები. ყოფილა რომ გადმომიწერია მთლიანი ფილმი, იმ ფილმიდან ამომიღია 2 წამიანი ლუპი და всё, ის ფილმი აღარ მჭირდება. ჯარა ამბობს, რომ ყველა ივენტს ვიზუალური გაფორმება არ ჭირდება. ეფექტის მიღწევა სხვა საშუალებებითაც შესაძლებელია. განათების კულტურა ვაიწევს, მე მიხვდებიან, რომ ყოველთვის ვიზუალი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ადამიანის ემოციებზე შეგიძლია განათებით ძალიან ითამაშო რა, აი რა განწყობასაც გინდა იმას შევქმნი.